მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მე წარმოვიდგენთ ნუკლეუმს. მისი დიზაინერები გახლავთ სიმონე ლუჩიანი და დავიდ ტურჩი. ყოველ გამომცემლობა არის Board and Dice. ამ თამაშთან შეუძლია 1-დან 4 მოთამაშეს, 14 პლუსი ასაკი და 60-დან 150 წუთამდე გრძელდება. ნუკლეუმში ჩვენ ალტერნატიული რეალობის გამახორციელებლები ვართ. შუა საუკუნეებში საქსონიის, ახლანდელი გერმანიისა და პოლონეთის მოკლედ მხარეების ინდუსტრიალიზაციის აღზევების მოწმეები ვართ. ახალი შემოსულია მოკლედ ატომური ენერგია და რანაირად შეიძლება ატომური ენერგიის გამოყენება სასიკეთო მიზნებისთვის, ამაზეა მთელი თამაში. თამაში ძალიან გავს რაღაც თავისი ელემენტებით ბრას ბირმინგემს. თქვენც დააკვირდებოდით ალბათ რუკას, ხედავთ რომ არის ქალაქები და ქალაქებს შორის არის დაკავშირება ეგრეთ წოდებული ლინკებით, რომელსაც ამ თამაში ჩვენ წარმოვადგენთ როგორც მატარებლის ლიანდაგებს და მატარებლის ლიანდაგებით ჩვენ ვაკავშირებთ ქალაქებს ერთმანეთთან, გადაგვაქვს სხვადასხვა რესურსები, ვახდენთ სხვადასხვა შენობების ელექტრიფიკაციას და ეს ყველაფერი ძალიან გავს ბრას ბირმინგემს. იმისთვის რომ გავიგოთ თამაშის მოქმედებები, ჭირდება გავეცნოთ რუკას, მოთამაშის პადებს და რა გვაქვს გასაკეთებელი ზოგად იდეას. ზოგადი იდეა თავისთავად არის ის, რომ მოვიპოვოთ ურანიუმით მერე მოვახდინოთ ატომური ენერგიის გამომუშავება, ატომური ენერგიის გამომუშავებით მივიღოთ ელექტროენერგია და გავაელექტროფიციროთ შენობები, რომლებიც მოგვწევენ ქულებს. ამისთვის გვჭირდება ჩვენ ურანის ნახშირის და ელექტროობის გადატანა ერთი ქალაქიდან მეორეში, ამისთვის უნდა ავაგოთ გზები, ქალაქებში ავიყვანოთ შენობები, შევასრულოთ სხვადასხვა მისიები და basically ეს არის რაუნდები თამაში არა გვაქვს რამდენიმე ინდიკატორი endgame-ის, სულ 5 ინდიკატორი გვაქვს, როდესაც 3-4 თამაშობთ, 2 ინდიკატორის შესრულების შემთხვევაში თავდება თამაში, როდესაც 2 თამაშობთ, 3 ინდიკატორი არის საჭირო, რომ დასრულდეს თამაში. დავიწყოთ მოთამაშის პადით. ისევ და ისევ გაგახსენდებათ ალბათ ბრას ბირმინგემი, ბრას ლანკაშირი პრინციპში. აქ გვაქვს მოცემული შენობები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ. 3 სხვადასხვა ტიპის შენობა არის, ყვითელი, ნარინჯისფერი და მწვანე და თითოეული მათგანის ელექტროფიკაცია მოგვცემ შესაბამის ქულებს. ამასეთი შენობების შესაბამისად გვჭირდება თანხის გადახდა, რომელიც ამ თამაში მოცემულია ტალერების სახით და 4 ტალერით ვიწყებთ ჩვენ თამაშს. გვერდზე გვაქვს კიდე დამატებით სახეობის შენობები, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ. ესენი არის ტურბინები, ესენი არის ურანიუმის შახტები და ამათი აშენებისთვის საჭირო არის მუშები და როგორც ხედავთ, ჩვენ ვიწყებთ 2 მუშით თამაშს. ზედა ნაწილში მოცემული არის შემოსავლის ტრეკები, ფულის, მუშების და ქულების და რაც უფრო წინ წავწევთ ამ მაჩვენებლებს, მით მეტ შემოსავალს მივიღებთ ყოველი დასვენების. შედეგად, მარჯვენა მხარეს მოცემული არის სლოტები, სადაც ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ კონტრაქტები და ყოველ ჩვენს მოქმედებაზე შეგვიძლია ერთი კონტრაქტი შევასრულოთ. თამაში ვიწყებთ როგორც ხედავთ უკვე ერთი კონტრაქტით და აქეთ მხარეს მოცემული არის ჩვენი ექსპერიმენტები, რომელიც იწვევს ამ თამაშის მთავარ ასიმეტრიას. ექსპერიმენტების ეს ნაწილი არის 4, A, B, C და D და მოთამაშეები თვითონ ირჩევენ რომელი თამაშონ და როგორც ხედავთ, პირველი დონის ექსპერიმენტები არის გამოიყურება ესე, ერთი მხარე არის ანთებული, მეორე დონის ექსპერიმენტები გამოიყურება ესე, ორი მხარე ანთებული და მესამე დონის ექსპერიმენტები სამივე მხარე ანთებული. მესამე დონის ექსპერიმენტებზე გვაქვს საშუალება რომ თამაშის ბოლოს ქულები ავიღოთ. პირველი და მეორე დონის ექსპერიმენტები შეიძლება იყოს როგორც ერთჯერადი სახეობის ის ხასიათის, ისე მუდმივი პასივ ძალა მოგვცეს, რაც ძალიან კარგია რა თქმა უნდა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზემოთ მოცემული არის ჩვენი ექშენების ფაილები. თვითონ მოთამაშეს ისევ და ისევ ასიმეტრიულობიდან გამომდინარე სხვადასხვა საწყისი 5 ექშენი აქვს და ამ ექშენებს ჩვენ როდესაც თამაშობთ, ვიღებთ და ვდებთ აქ და ესე მივყვებით ამაზე უფრო მოგვიანებით. Basically ეს არის სულ ჩვენი სათამაშო ბორდი. სათამაშო დაფაზე მოცემული რა თქმა უნდა ქულების ტრეკერი და თვითონ დაფა შედგება 2 ნაწილისგან. თავარი ნაწილი, რომელზეც მოცემულია თვითონ საქსონია. ხედავთ რომ შედგება რამდენიმე კომპონენტისგან, ქალაქები, რომლებიც არის სხვადასხვა ფერის, თეთრი, იასამნისფერი, ნარინჯისფერი და პრაღა, რომელიც არის ასე ვთქვათ, ყველა ფერის
და მასზე განსაკუთრებული წესები მოქმედებს და ასევე არის ორი ქვანახშირის საბადო, ერთი აქეთ და მეორე აქეთ. ქალაქებში ჩვენ შეხვდება შენობების ადგილები, სადაც ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ შენობები, შესაბამისად თუ ყვითელი ხატია, ხოლო ყვითელი შენობები შევაშენოთ, თუ ორივე ხატია შეგვიძლია ერთზე ავაშენოთ, ან მეორეზე. ჰექსაგონები გვაძლევს საშუალებას, რომ იქ ავაშენოთ ჩვენი ურანიუმის შახტები, ხოლო მრგვალი ლოკაციები საშუალებას გვაძლევს, რომ იქ ჩავაშენოთ ჩვენი ტურბინები. ტურბინებს დააკვირდებით, რომ დადგმულია მხოლოდ და მხოლოდ ატომური ენერგიის წყაროებთან, ანუ ესენი ყველა არის ატომური ენერგიის წყაროები, თუმცა როგორც ხედავთ, აქ ჯერ არაფერი არ მოიპოვება, არც აქ მოიპოვება, აქ ქვანახშირი მოიპოვება მხოლოდ, ხოლო აი აქ უკვე როგორც ხედავთ, ნუკლეუმი ჩადებულია და ანუ ეს სადგური, ასე ვთქვათ, ეს სადგური გამოიმუშავებს ატომურ ენერგიას. ანუ შესაბამისად, აქედან შეგვიძლია ამ წუთში მხოლოდ ატომური ენერგიის გენერირება. 4 ნაკლებ მოთამაშეში დაკეტილია ზოგიერთი ადგილები, როგორც ვთქვათ, 2 მოთამაშეში საერთოდ დაკეტილია ბევრი ადგილი, ესეთი თაილებით, ხოლო ზოგიერთ ადგილზე ჩასმული არის ნეიტრალური შენობები. აი მაგალითად ლაიფციგში თავიდანვე 2 ადგილი დაიკეტა და 2 ნეიტრალური შენობა ჩაისვა. რეალურად მოთამაშეებს არ გექნება შეიძლება რომ ლაიფციგში რამე თავიანთი შენობა ააშენონ, თუმცა ეგეც მოწყობის რენდომიზაციის ამბავია, როგორც ხედავთ, თამაშის მოწყობას საკმაოდ ბევრი რენდომი შემოაქვს თვითონ თამაშში. ასევე ქალაქებს შორის არის ლინკები, რომლებიც თქვენ შეგიძლია ჩასვათ, ასე ვთქვათ, იმისთვის რომ დააკავშიროთ ქალაქები ერთმანეთს და შექმნათ თქვენი ნეტვორკები, უნდა ჩასვათ შესაბამისი მატარებლის ლიანდაგები. თქვენი ნეტვორკი ქვია ქალაქს, რომელშიც ერთი შენობა მაინც გაქვთ, ან ერთი გზის ნაწილს ნებისმიერი ქალაქის გვერდზე. იდეა ის არის, რომ თუ ქალაქის გვერდზე გიდგათ თქვენი მატარებლის ლიანდაგი, რომელზეც თქვენი მუშა იქნება განთავსებული, ამას მე მოგვიანებით გაიგებთ, ეგ ნიშნავს, რომ ეგ არის თქვენი ნეტვორკი. ნეტვორკის სიდიდეს განსაზღვრავს, რამდენი ქალაქისგან შედგება ეს ნეტვორკი და რეალურად ეგ ნიშნავს, რომ მაგალითად აი აქ თუ გიდგათ თქვენი გზა, ეს ნიშნავს, რომ 1-2 ქალაქისგან შედგება თქვენი ნეტვორკი. ანუ ისევე იგივე პრინციპით, როგორც ეს ყველაფერი ხდება ბრასში, თუმცა ბრასთან შედარებით აქ სიმარტივე იმაშია, რომ თქვენ შეგიძლიათ თქვენი მატარებლის ლიანდაგები ჩადგათ სადაც გინდათ იქ, ამას შეზღუდული არ ახართ და ამას ცოტა უფრო მოგვიანებით ყველაფერს დეტალურად გავივლით. რაც შეეხება აქედან მხარეს, აქ ჩვენ გვაქვს მოცემულობა რამდენიმე რამის, რაც თავიდან მოვიცოდეთ, დანარჩენს უკვე თამაშის მდგომარეობაში გავიგებთ. თამაში შემოდის ვერცხლისფერი და ოქროსფერი კონტრაქტები, რომლებიც თქვენ შეგიძლიათ აიღოთ და შეასრულოთ ხოლმე და აქ არის ახალი action tile-ების ასაღები ბაზარი, რომელიც თქვენ შეგიძლიათ იყიდოთ და იმატოთ action-ებში, ხოლო აი აქ არის იასამნისფერი მისიების, რომელიც არის ნუ საზოგადო მისიები და ყველასთვის შეიძლება იყოს გამოსადეგი. ეს ნაწილი არის ზუსტად ის 5 თამაშის დამთავრების ინდიკატორი, რომელიც თქვენ გითხარით წეგან და პრინციპში ეგ არის და ეგ, ხო? 70-ი არის დასმული შესაბამისი ფაილი, რომელიც არის ერთ-ერთი თამაშის დამთავრების ინდიკატორი, ანუ ვიღაცა როგორც მიაღწევს აი ამას, შესაბამისად დაარეზოლვებს თამაშის დამთავრების ერთ-ერთ ინდიკატორს და ამაზე ცოტა მოგვიანებით. ყოველთვის, როდესაც თქვენ თამაში გაძლევთ ურანიუმს, ურანიუმი ყოველთვის უნდა განთავსდეს აუცილებლად თქვენის ერთ-ერთ შახტაზე, შახტაზე მოცემული კუბიკების ოდენობა განსაზღვრავს, ანუ ამ შახტის capacity-ს, ანუ რამდენი ურანიუმი შეიძლება დაეტიოს თქვენ შახტაზე და თუ თქვენ შახტაზე ვერ ეტევა ურანიუმი, მაშინ უეჭველი თქვენ უნდა გააკეთოთ ერთი ურანიუმის გადაქცევა ერთ მუშად, ანუ ეს მოქმედება, რომელიც მოცემული არის აი აქ. ანუ ერთი ურანიუმის თუ ვერ იღებ, შეიძლება ნებისმიერ დროს გადააქცევ ერთ მუშად და ერთ მუშას როცა იღებ, შეიძლება ერთ მუშის ნაცვლად აიღო ერთი ტალერი. მაშინ რაც ვაკეთებთ თამაში, ანუ ზოგადად რო ვთქვათ, თქვენ სვლაზე, თქვენ უნდა აირჩიოთ სამი შესაძლებლობიდან ერთი მოქმედება. პირველი მოქმედება არის აიღოთ action tile, იღებთ action tile თქვენი, ასე ვთქვათ, აუზიდან, თქვენი ფულიდან და დებთ უკიდურეს მარცხენა სარიელ სლოტში და აკეთებთ ერთ ან ორივე მოქმედებას, რომელიც მოცემული არის აი ამ tile-ზე. როგორი რიგითობითაც გინდათ ისე გააკეთეთ, გნებავთ ერთი გააკეთეთ, გნებავთ ორივე გააკეთეთ, თქვენი გასათვალოთ მოკლედ. თუ არ აგაქვთ აცარიელი ადგილი ამ სლოტებში, მაშინ ამ მოქმედებას ვერ გააკეთებთ და ასევე თუ არ აგაქვთ tile დარჩენილი, ამ მოქმედებას ვერ გააკეთებთ. დამატებით შემთხვევაში თქვენ იღებთ ამას, დებთ და რომელ მოქმედებასაც გინდათ, იმას აკეთებთ. მეორე ვარიანტია, აიღოთ ეს tile, აიღოთ ერთი თქვენი მუშა და გამოიყენოთ ეს tile როგორც ლინკი, ანუ დამაკავშირებელი გზა ქალაქებს შორის. ამ შემთხვევაში ხდება ასეთი რაღაცა, თქვენ თუ ჩადამთ დამაკავშირებელი ლინკს ქალაქის უბნებს შორის და აკვირდებით, რომ თითქმის ყველა ლინკს აქვს ორივე მხარეს თითო ფერი
და თუ ქალაქის ფერი და ჩადგმული ლინკის მხარის ფერი ეთხოვა ერთმანეთს, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ეს მოქმედება. რა თქმა უნდა, შეიძლება მოხდარიყო ასეთი რამეც, მე ჩამედგა 1 და თავიდან თავისთავად გავაკეთებ მხოლოდ ამ მოქმედებას, იმიტომ რომ ეს მოქმედება არ იქნება ხელმისაწვდომი, მაგრამ თუ მეორე მოთამაშე ჩადგამდა ამას, მაშინ ჯერ მეორე მოთამაშე მიიღებდა ამ ორივე ეფექტს, იმიტომ რომ აქ როგორც ხედავთ wild-ი არის ყველაფერია, ეს ფერი ემთხოვა ამ ფერს და მე მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სვლა არ იქნებოდა, მაინც გავაკეთებდი აი ამ მოქმედებას. ამის მერე როგორც კი შეივსება გზა, ასე ვთქვათ, ერთი უწყვეტი გზა კეთდება, ეს ამოტრიალდება, ესენი დაიდება და ამ შემთხვევაში უკვე ჩემის და ლუჯი მოთამაშის ნეტვორკის ნაწილი იქნებოდა ეს ქალაქის და ეს ქალაქის. იმიტომ რომ ჩვენ მართალია საერთო, მაგრამ უკვე გვაქვს დამაკავშირებელი გზა, რომელშიც ერთი ლინკი არის ჩვენი. ყველაზე მნიშვნელოვანი რეალურად ამ თამაში არის ეს ამბები, რომ გაიგოს ნეტვორკების დამოუკიდებლობა და სწორად დაგეგმოთ თქვენი მოქმედებების, რა დროს უნდა გამოიყენოთ თქვენი action tile-ები გზებად, რა დროს უნდა გამოიყენოთ როგორც action-ებად და ასე შემდეგ. ანუ ძირითადად აკეთებთ ამ რაღაცებს. მესამე რა თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს არის დასვენება. დასვენების დროს ნახულობთ თქვენს income-ის მარკერებს ტალერზე, მუშებზე და ქულებზე და იწერთ შესაბამის ოდენობას და იღებთ შესაბამის ოდენობას. თუმცა იქაც რაღაც პატარა ნიუანსია, მაგრამ ეს ყველაფერი გავიაროთ უკვე, როდესაც გადავალთ უშუალოდ ამ დასვენების მოქმედების აღწერას. მაშინ ასე მივყვეთ მოთამაშის სვლას და როგორც ჩვენ აი ეს ჩვენიერი რეფერენს გვეუბნება, თქვენ სვლაზე შეგიძლიათ სამი მოქმედება გააკეთოთ, სამი მოქმედებიდან ერთ-ერთი აირჩიოთ, ან ითამაშოთ action tile-ი, ან გაიყვანოთ action tile-ის საშუალებით ლინკი, ან განახორციელოთ recharge. პირველი რა თქვით, როგორც ახლა მახსენეთ, თქვენი არსებული action tile-ებიდან აიღეთ ერთ-ერთი, რომელიც გაგიხარდებათ და ჩადეთ უკიდურეს მარცხენა ცარიელ სლოტში თქვენი dashboard-ისა და განახორციელეთ რამდენი მოქმედებაც გინდათ იმდენი, გინდებათ ერთი მხოლოდ, გინდებათ ორივე და ისიც გაითვალისწინეთ, რომ თითოეული მოქმედება არ არის აუცილებლობა, ანუ შეგიძლიათ დასკიფოთ, შეგიძლიათ უბრალოდ ჩადოთ და არაფერი გააკეთოთ, თუ რა თქმა უნდა, ეს აწყობს თქვენ სტრატეგიას. ერთი რაც უნდა გაითვალისწინოთ, თქვენი მოქმედებების ახორციელებისას, გინდებათ თავში, გინდებათ შუაში, გინდებათ ორი მოქმედების დასრულების შემდეგ, შეგიძლიათ თქვენი აღებული კონტრაქტებიდან ერთ-ერთი შეასრულოთ, ან შეასრულოთ კონტრაქტი, რომელიც არის public-ი, ანუ ეს იასამნისფერი კონტრაქტებიდან ერთ-ერთი. ანუ მხოლოდ ერთი კონტრაქტის შესრულება შეგიძლიათ თქვენს სვლაზე, ან თქვენსაც ასრულებთ, ან ერთ-ერთს ასრულებთ აი ამ public კონტრაქტებიდან, რომლებიც რჩება თავისთავად ადგილზე და არ იფლიპება, ხოლო თქვენი აღებულები, რა თქმა უნდა, იფლიპებოდა და იდება თქვენ სათამაშო სივრცეში გვერდით და ის ადგილით თავისუფლდება. რა მოქმედებები შეგიძლიათ გააკეთოთ ამას მოგვიანებით გავივლით, დეტალურად ახლა გადავიდეთ მეორე შესაძლებლო მოქმედება, რომელიც თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ ასარჩევის სავალდებულო სამიდან, ეს არის ავიღოთ ერთ-ერთი ჩვენი action tile და გამოვიყენოთ როგორც ლინკი. ამაზე უკვე ახლა ვისაუბრეთ, ფერების დაჯენაზე და ასე შემდეგაც ვისაუბრეთ, თუ უფრო გაგიმარტივებდება შეგიძლიათ ამ ფერების დაჯენის მუღამი გამოიტანოთ ჩვეულებრივი დომინოს პრინციპიდან, ანუ ფერი ფერს შეთავაზოთ თუ ედება, შეგიძლიათ განახორციელოთ ეს მოქმედება, თუმცა სავალდებულო არ არის, რა თქმა უნდა. ანუ ვიღაცას თუ უკვე უდევს რაღაც ფერი, შეგიძლიათ უბრალოდ მიუდოთ სხვა ფერი და ამით, რა თქმა უნდა, თქვენს შეგეზღუდებათ მოქმედება, მაგრამ სამაგიეროდ იმასაც მოქმედებას დაუბლოკებთ. ესე იგი, matching-ი, ანუ ერთ-ერთი ფერი ითვლება თუ, რა თქმა უნდა, ქალაქს შესაბამის ქალაქს მიადეთ შესაბამის ფერი, ან უკვე არსებულ links მიადეთ შესაბამის ფერი, ან გამოიყენეთ ეგრეთ წოდებული wild-ი, რომელიც ნებისმიერ ფერზე მიდის, ან აი პრაღაზე გავუშვით და პრაღაზე როგორც ხედავთ, ყველაფერი მიდის, თუმცა ახლა გაითვალისწინეთ, რომ წითელი რახან არის, წითელ ჩარჩოში შესასმელი, ყოველთვის ორი ფული არის გადასახდელი მაგ შემთხვევაში, აი ეს იქნება გზა თუ ეს იქნება ქალაქის ნაწილი, ყველა ვარიანტში იხდით წინასწარ ორ ფულს და მერე შეგიძლია გამოვიგანახოთ. არ შეგიძლია გამოიყენოთ თქვენი ესეთი tile-ი, ესეთი tile-ი ყველა მოთამაშეს აქვს, შესაბამისად, ანუ ამას არ აქვს უკან კინგის სიმბოლოები, შესაბამისად, ამას ვერ გამოიყენებთ და ამიტომ ეგ ამბავი გაითვალისწინეთ. კიდევ ერთ რაღაც უნდა გაითვალისწინოთ, ყოველთვის ყურადღებით იყავით რა მოქმედების შემცველ tile-ს დებთ ქვემოთ, იმიტომ რომ შეიძლება ის აღმოჩნდეს, რომ ის მოქმედება აღარ დაგჭეთ თქვენს აქტიურ ან გამოყენებულ action tile-ებში
და არ ქონდათ აქედან აღებული წინასწარ და ამ შემთხვევაში მოგიწევთ ძალიან ბევრი წვალება, რომ კონკრეტული მოქმედების განხორციელება შეგეძლოთ სამომავლოდ, კიდევ შეგახსენებთ, ამ action ფაილების ჩადებით ლინკებს კი აკეთებთ, მაგრამ action-ებს კარგავთ სამომავლოდ თუ არა გაქვთ უკვე მომზადებული. ასევე გაითვალისწინეთ ის ამბავი, რომ ამ ლინკების ჩადება შეგიძლიათ ნებისმიერ ადგილზე, რომელიც არის თავისუფლად ეს შეიძლება იყოს თქო უნდა ქალაქის გვერდზე, ეს შეიძლება იყოს უკვე არსებული ლინკის გვერდზე. ანუ შეზღუდული არ ახართ ბრასისგან, კიდევ ერთხელ მომობთ იმით განსხვავდება, რომ თქვენ ეს ლინკი შეგიძლიათ ჩადოთ ნებისმიერ ადგილზე, სწორედ ეს არის საშუალება, რომ თქვენი ნეტვორკი გაიზარდოს, ან ახალი ნეტვორკი წარმოიშვეს. და მესამე მოქმედება ეს არის recharge, რომელზეც ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ. ეხლა დავიწყოთ კონკრეტული მოქმედებების განხილვა და როგორც ხედავთ, მოქმედებები გვაქვს 5: develop, contract, urbanize, industrialize და energize. დავიწყოთ urbanize action-ით. Urbanize ნიშნავს, რომ მოთამაშის dashboard-დან შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი შენობა, გადაიხადოთ შესაბამისი ღირებულება, რომელიც მოცემული არის შესაბამისი სვეტის ასენა მხარეს, ანუ ამ სვეტისთვის 2 ტალერი, 3 ტალერი, 4 ტალერი, 5 ტალერი. ნებისმიერი კიდევ ერთხელ მომობთ, შეზღუდული არ ახართ, შეგიძლიათ აქედან აიღოთ, შეგიძლიათ აქედან აიღოთ, სადაც გაგიხარდებათ. ავიღოთ და ჩავდგათ ბორდზე შესაბამისი სიმბოლოს მქონე ლოკაციაზე. თავისთავად, როგორც თავიდან თქვით, შენობა უნდა ჩადგათ თქვენს ნეტვორკში, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ამ წუთში თამაშს ახლიდან ვიწყებთ და ნეტვორკი არ აქვს, სადაც გინდა იქ შეგვიძლია ჩავსვათ. ერთადერთი შეზღუდვა არის ის, რომ უნდა გამოვიყენოთ შესაბამისი სიმბოლო, მაგალითად შეგვიძლია აქ ჩავდგათ, შეგვიძლია აქ ჩავდგათ და აქ ჩავდგათ ასე შემდეგ, მაგრამ თუ ლოკაციაზე არის ორი საშუალება შესაბამისი სიმბოლოების და ერთგან ერთი სიმბოლო ხატია და მეორეგან ორივე, თამაში მოქმედებს ეგრეთ წოდებული friendly restriction-ი და თქვენ არ შეგიძლიათ დაფაროთ ორიანი სიმბოლო, აუცილებლად უნდა ჩადგათ ერთიანში თუ არის ამის საშუალება. ანუ გადავიხადეთ, ჩავდგით, ეგ არის სულ urbanize action. შეზღუდვებზე ვისაუბრეთ, ჩვეულებრივ ნეტვორკში უნდა ჩასვათ, ნეტვორკი გახსოვთ რაც არის უკვე გავიარეთ. მაგრამ იქნება გამომდინარე, ამ წუთში ნეტვორკი არ აქვს, შეგვიძლია ჩავსვათ სადაც გვინდა იქ. და ახლა უკვე ჩვენ გვაქვს ჩვენი ნეტვორკი. ჩასმისას რამე ბენეფიტებს არ ვიღებთ. dashboard-ზე უბრალოდ მოცემული არის ღირებულება და ასევე მოცემული არის თქვენთვის ასე ვთქვათ, რო გახსოვდეთ და წინასწარ გათვალოთ და სტრატეგიული გათვლისთვის აუცილებელია, რომ ეს შენობა მაგალითად გეუბნებათ, რომ თუ ანუ ამ შენობის ენერგოფიცირებას მოახდენთ, ასე ვთქვათ, ის მოგცემთ 3 ქულას, ამ შენობაზე 1 ქულას და ასე შემდეგ. თუ თქვენ აღნიშნულ მოქმედებას აკეთებთ action-ით, რომელზეც მოცემული ესეთი -1 ან -2 ტალერი, ეს ნიშნავს, რომ თქვენ ამ მოქმედების განხორციელება შეგიძლიათ საერთო ჯამში მინუს ამდენი ფულის გადახდის საშუალებით, ანუ შესაბამისად უფრო ნაკლები ფული გადახდა მოგიწევთ თქვენ. ნუ თამაში მწვანე სიმბოლოები თუ არის, მოკლედ თქვენთვის სასარგებლოა, წითელი სიმბოლოები თუ არის თქვენთვის ასე ვთქვათ საზიანოა. მეორე ქმედება, რაც შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ, ეს არის ინდუსტრიალიზაცია. ინდუსტრიალიზაცია ნიშნავს, რომ თქვენი მოთამაშის dashboard-დან შეგიძლიათ ააშენოთ ან ტურბინები, ან ურანის მაღაროები. ტურბინის აშენება შეგვიძლია ნებისმიერ power plant-ის ლოკაციაზე, ანუ აი ესეთ ლოკაციებზე, სადაც უკვე დგას ესეთი გამომუშავებელი ქარხნები. არა აქვს მნიშვნელობა ამ ქარხანას ადევს ზევიდან ნუკლეუმი თუ არ ადევს. ნებისმიერ ადგილზე შეგიძლიათ, როგორც ხედავთ, აქ არ შეგიძლიათ, იმიტომ რომ აქ ქვანახშირი გამოიმუშავება, ხოლო ნებისმიერ ადგილზე, სადაც არის ესეთი მგვალი სლოტები, შეგიძლიათ ჩადგათ თქვენი ტურბინა. თუ ტურბინა წითელი ფერით არის შემოსილი და -2 ფული აწერია, ეს ნიშნავს, რომ იქ ჩადგმისთვის თქვენ დამატებით ფული გადახდა მოგიწევთ, თუმცა აქვე და ასევე გაითვალისწინეთ ის ამბავი, რომ ტურბინებიც ისევე როგორც შენობებიც შეგიძლიათ ნებისმიერი ჩადგათ, არათა აუცილებელია ზევიდან მოყვეთ და ყველა ტურბინას აქვს რაღაც იმდინარე ongoing ძალა, ტურბინაც და მაღაროც რო ჩადგათ ღის შესაბამისი მუშების ოდენობა. ერთი მუშა, ორი მუშა, ორი მუშა, სამი მუშა. თითოეულ ტურბინას აქვს პასივ ძალა, რომელიც გაგიაქტიურდებათ და იმუშავებს მთელი თამაშის განმავლობაში, ასე რომ საკმაოდ ძლიერი შეიძლება იყოს ტურბინების ჩადგმა თავიდანვე. რაც შეეხება მაღაროებს, მაღაროები იდგმება ჰექსაგონის სლოტებში, მაღაროები შეიძლება იყოს ესეთი ადგილებში, მაგალითად და თუ ხატია
ესეთი ურანიუმის 1 კუბიკი, ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ეგრევე ურანიუმი დამატებით აიღოთ. მაღაროს უდად დგამს, იღებთ იმდენ ურანიუმს, რამდენი მაღაროც გააქვთ უკვე ჩადგმული ბორცზე, ახლა ჩადგმული მაღაროს ჩათვლით. ანუ ეს ნიშნავს, რომ მე რო ავიღე მაღარო და ჩავდგი დაუშვათ. აქ რახან აქამდე ურანიუმის მაღაროები ბორცზე მქონია და მხოლოდ ერთი მაქვს, შესაბამისად მივიღებ 1 ურანიუმს, ვათავსებ ჩემს მაღაროებზე. მე რომ მქონდეს რამდენიმე მაღარო, დაუშვათ, ამის მერე ახლა ჩავდგი 1 აქ, ამის მერე კიდე ჩავდგი 1 მაღარო, დაუშვათ აი აქ, სადაც კიდე ერთ დამატებით ურანიუმია. შემილია რახან 2 მაღარო მაქვს. შესაბამისად ვიღებ 2 ურანიუმს და შემილია ჩავსვა აქ, შემილია ჩავსვა იქ, შემილია გავანაწილო და პლუს კიდე ერთი ურანიუმი აქედან მეძლევა და შესაბამისად მესამე ურანიუმიც ავიღე და ადგილების ოდენობა განსაზღვრული არის ზუსტად ამ მაღაროებზე არსებული ნახატებით. ანუ აქ მაქსიმუმ 3 შემილია ჩავდგა, იქ მაქსიმუმ 2 შემილია ჩავდგა. თუ ადგილი არ ყოფნის ჩემი ურანიუმის შესაძლებლად, გაიხსენეთ ოქროს წესი, ურანიუმს ვერ იღებ, აიღე მუშა. კიდე ერთი რამე, რაც ეხება ინდუსტრიალიზაციას, თუ მოახერხებთ და ჩასვამს მაღაროსაც და მის გასწვრივ არსებულ ტურბინასაც, გაგიაქტიურდებათ ავტომატურად მათ შორის არსებული ლინკზე დახატული სიმბოლო, პირველ სამ შემთხვევაში გამარჯვების ქულა ეგრევე, ხოლო მეოთხე შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ აიღოთ მესამე ლეველის ტექნოლოგია, რაც რა თქმა უნდა შეიძლება ძალიან კარგი იყოს თქვენთვის. ანუ შეგიძლიათ თავიდანვე ეგ ამბავი გააკეთოთ და ამას შეწუდებთ თქვენ არ ახართ. შემდეგი მოქმედება გახლავთ develop ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ახალი action tile და ამის გაკეთება შეგიძლიათ თავიდან ჩვეულებრივ იხდით. შესაბამის ღირებულებას, ანუ პირველ თუ აიღებთ 0-ია, 1 და 2 ტალერი, აიღეთ 1 და შეგიძლიათ იგივე მოქმედება გააკეთოთ მეორეჯერ, თუ გადაიხდით დამატებით 2 ტალერს. ანუ ამ შემთხვევაში მე თუ მაქვს 4 ფული, მე შემიძლია სიტყვაზე ვთქვათ, მაქსიმუმ ავიღო ან ეს 1 ფული გადავიხადო და შემდეგ დამატებითი action-ის ასაღებად კიდე 2 ფული გადავიხადო და კიდე 1 ღირებულების ავიღო ეს. ანუ შესაბამისად გამომივა 1, 2 და 4 ავიღე ეს 2. ან შემიძლია ავიღო 2-იანი აქედან და 0-იანი აქედან. მას შემდეგ რაც მე მოვჩევი ჩემს ფლას, შემდეგ შეივსება შესაბამისი სლოტები, ახალი action tile-ები ჩამოდებით, როცა ამოიწურება ეს დასტა, მე უკვე ამ დასტას შემოვიყვან და როცა სამივე დასტა ამოიწურება, ვდებთ აი ამ სიმბოლოს აი ამ ლოკაციაზე და ეგ ნიშნავს, რომ თამაშის დამთავრების დატრიგერების ერთ-ერთი კონდიცია შევასრულეთ და თან ვინც ამას გააკეთებს, ეგრევე სამქულასაც მიიღებს. ისე და ისევ თუ თქვენ action tile-ი გავდეთ იმის საშუალებას, რომ რაღაც მოქმედება გააკეთოთ რაღაც ფასდაკლებით, თქვენ შეგიძლიათ რა თქმა უნდა შესაბამისად ახლა გამოვაკროთ ამ მოქმედების განხორციელების საფასურს. მეოთხე მოქმედება, რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ, ეს არის კონტრაქტი. კონტრაქტი ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ერთი კონტრაქტი აი ამ 4 გახსნილიდან, ანუ ვერცხლისფერი, ან ოქროსფერი. თქვენ რა შეგიძლიათ აიღოთ იასამნისფერები, რადგან იასამნისფერი ითვლება რომ საჯაროა და ყველასი არის, ეს აღება შეგიძლიათ, თუმცა ამათი აღება შეგიძლიათ ერთ წელს იღებ და იდებ შენი მისიების სლოტებიდან ერთ-ერთში. როგორც კი ჩაიდებ, მაგალითად ასე, ეგრევე მიიღებ აი ამ ბონუსს. ზოგიერთ action tiles შეიძლება ეხატოს 2x-ი ქვემოთ, აი ეს რაღაც შეიძლება ეხატოს. ეს ნიშნავს, რომ ორჯერ მიიღებ შესაბამის ბონუსს. ანუ ამ შემთხვევაში მაგალითად მივიღებდი 4 ტალერს და ასე შემდეგ. იღებ მხოლოდ ერთ კონტრაქტს და შეგახსენებთ, რომ თქვენი action-ის განხორციელებისას შეგიძლიათ მხოლოდ ერთი კონტრაქტის შესრულება. თორემ რა თქმა უნდა აკეთებთ action tile-ის მოქმედებას და არა როდესაც თქვამთ მატერიალების ლიანდაგს. ანუ შეიძლება ეგეთ რაღაც მოხდეს, რომ ჯერ აიღოთ, ჩასვათ და ეგრევე შეასრულოთ. ეგეთი რაღაცას მოსულით. ამის მერე რა თქმა უნდა შეივსება, თუ ამოიწურება კონტრაქტებიც, ეგეც არის ერთ-ერთი endgame trigger-ი, ვინც ამოწურავს მიიღებს სამკულას, დადებს შესაბამის tokens აქედან და მოკლედ გავაგზავნებთ თავს. თუ რა თქმა უნდა არც დატრიგერდება endgame. ბოლო მოქმედება, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ეს არის energize-ი, ანუ მოკლედ ენერგიის მიწოდება კონკრეტული შენობებისთვის. ეს მოქმედება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და შეიძლება რთულად გასაგები იყოს, ამიტომ გავყვეთ ძალიან ზუსტად კონკრეტული ფაზებით, ისე როგორც პრინციპში აქ არის მოცემული ამ ჩვენს რეფერენს ოპერაცია. პირველ რიგში ვიჩევთ ერთ-ერთ ენერგიის წყაროს, ერთ-ერთ ქარხანას ასე ვთქვათ, ენერგიის გამომუშავებისა. ასეთი გვაქვს 5, აქ და აქ. აქედან ერთ მათგანი
უკვე გამოიმუშავებს ნუკლეუმს, მეორე კი ქვანახშირზე არის აქცენტირებული. დანარჩენ 3-ში ჯერჯერობით ნუკლეუმი არ არის. მოკლედ ვირჩევთ ერთ-ერთ power plants, შემდეგ ვაკეთებთ ტრანსპორტირებას ქვანახშირის ნებისმიერი ოდენობისა და ურანიუმის განსაზღვრული ოდენობისას ამ power plant-ისკენ. ანუ უნდა გქონდეს, უნდა არსებობდეს ლეგალური გზა, რომლებიც შედგენილია მატარებლის ლიანდაგებით, ეს არ არის მნიშვნელობა თქვენი მატარებლის ლიანდაგებით თუ სხვა არის, თავარია არსებობდეს გზა ქვანახშირსა და ურანიუმის მაღაროებსა და არჩეულ power plant შორის. ნებისმიერი, კიდევ ერთხელ ამბობთ, არ აქვს მნიშვნელობა ვისი გზა იქნება. თავარი არსებობდეს გზა. შემდეგ ტრანსპორტირება ხდება შემდეგნაირად. ქვანახშირის შემთხვევაში შეგიძლიათ ნებისმიერი ოდენობის ქვანახშირი ტრანსპორტირება გააკეთოთ, ოღონდ ამისთვის ჯერ უნდა გააკეთოთ იმპორტირება. იმპორტირება ნიშნავს, რომ როგორც ხედავთ არსებობს ორი ესეთი წერტილი, სადაც ქვანახშირი მოიპოვება და ორივე მათგანში ქვანახშირი ჯერჯერობით დღის ერთი ქვანახშირი ჯერჯერობით დღის ერთი თალერი. რამდენიც გინდათ ვინმე ქვანახშირს ყიდულობთ, გადაიხდეთ რა ერთ თალერს. როცა გადაიხდეთ ერთ თალერს, ამოატრიალებთ ამ ტოკენს მეორე სახით და ახლა უკვე გაძვირდება ბაზარზე, ეღირება 2-იც, ყველა რო გაიყიდება, შემდეგ უკვე გადავარდება და დაპრინტული ეღირება 3. ანუ მაქსიმუმ თითო ქვანახშირი შეიძლება ღირდეს 3, თუმცა თავიდან რა თქმა უნდა იაფია და მეორე ნელ-ნელა ძვირდება. შეზღუდული არ ახართ, რამდენსაც გადაიხდით, იმდენ ქვანახშირის ტრანსპორტირება შეგიძლიათ. ურანიუმის შემთხვევაში power plant-ი უკვე უნდა იღებდეს ნუკლეუმს. ანუ დანარჩენ power plant-ებში ურანიუმს ვერ მიიტანთ, მხოლოდ აქ შეგიძლიათ ურანიუმი მიიტანოთ, აქაც ვერ მიიტანთ, აქ მხოლოდ ქვანახშირი შეგიძლიათ მიიტანოთ. სხვა შემთხვევაში აქ ქვანახშირი შეგიძლიათ მიიტანოთ და ურანიუმიც, მაგრამ მარტო აქ შეგიძლიათ ურანიუმი მიიტანოთ, სხვაგან ურანიუმს ვერ მიიტანთ რეალურად ჯერჯერობით ხო შემთხვევაში. და ჩვეულებრივ თქვენ შეგიძლიათ მიიტანოთ ერთი ურანიუმი პლუს რამდენი ტურბინაც არის იმ power plant-ის ლოკაციაზე, იმდენი დამატებით კიდე ზევით. ანუ ახლა ამ შემთხვევაში მხოლოდ ერთი შეგიძლიათ მიიტანოთ, აქ რო იყოს ნებისმიერი მოთამაშის ტურბინა შეგიძლიათ 2 ურანიუმი მიიტანოთ. მაგრამ თუ სხვა მოთამაშის ტურბინაა, უბრალოდ ამ მოთამაშის უნდა გადავხადოთ ერთი ფული. გადატანილი ურანიუმი თავისთავად ახარჯულია და შემდეგ ამ მოქმედების მიერ უნდა გადააგდოთ და ერთი რამე უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენ ამ მოქმედებას, ანუ ენერგიის მოქმედებას აკეთებთ ერთი ფაზდაკლებით ან ორი ფაზდაკლებით, შეგიძლიათ საბოლოო ჯამში რომ დათვლით ყველაფერს, საბოლოო გადასახდელი ოდენობიდან გამოვაკლოთ იმდენი, რამდენი ფაზდაკლების საშუალებასაც გაძლევდათ თქვენი action tile-ი. ანუ ეს ნიშნავს, რომ თქვენ თუ ქვანახშირი თუნდაც რამდენიმე წყაროდან აიღეთ, ეს ანიშნავს, რომ თითოეულ მათგანზე ექნებათ ფაზდაკლება. არა, ერთიანი საერთო ღირებულება რაც ექნება გადასახდელი, იმას გამოვაკლებთ თქვენ შესაბამის ფაზდაკლების, ასე ვთქვათ, ვაუჩერს. შემდეგ რაც მოვახდეთ ტრანსპორტირებებს, შემდეგ ვითვლით რამდენი ელექტროენერგია დავაგენერირეთ. თითოეული ქვანახშირი გვაძლევს 1 ელექტროენერგიას, თითოეული ურანიუმი გვაძლევს 2 ელექტროენერგიას და პლუს არსებობს კიდე დამატებითი წყაროები, რომელმაც ჩვენ შეიძლება მოგვცეს დამატებითი ელექტროენერგიები. ასე მაგალითად IES action tile-ი თქვენ Energize-ის მოქმედების დროს დამატებით 1 ელექტროენერგიას მოგცეთ. პლუს ასევე შეიძლება ელექტროენერგია მოგცეთ თქვენმა ტურბინებმა, აი მაგალითად დააკვირდით ეს გეუბნებათ, რომ ყოველ დროს დაკეთებ Energize მოქმედებას პლუს 2 ელექტროენერგიის წარმოება შეგიძლია და თუ ორივე გაგახსნილი, რეალურად გამოდის, რომ 3 ელექტროენერგიის წარმოება შეგიძლია. ანუ ესენი კუმულაციურია. დამატებით კიდე ელექტროენერგიის წყარო შეიძლება იყოს თქვენი აქტიური ტექნოლოგია, ასე მაგალითად IES გვეუბნება, რომ მართალია ერთჯერადა, თუმცა გააკეთე Energize action-ი და პლუს 4 ელექტროენერგია ექნება. მოკლედ, დავთვალოთ, რამდენი წყაროდან შეგვიძლია მივიღოთ ელექტროენერგია, ქვანახშირი, ურანიუმი, action tile-ი, ტურბინები და ტექნოლოგიები. როდესაც დავითვლით სულ რამდენი ელექტროენერგია გვაქვს, ვირჩევთ შენობას, რომელიც ენერგოფიცირებას გვინდა, ასე ვთქვათ. მაგალითად ამ შემთხვევაში, ამ შენობის ენერგოფიცირება თუ გვინდა, აქ საჭიროა მხოლოდ 2 ენერგიის დახარჯვა. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს უფრო მაღალი მოთხოვნები, მაგალითად, ამ შემთხვევაში 12 ენერგიის დახარჯვა დაგჭირდებოდათ. თუ რამე ზედმეტი გრჩებათ იმას, რა თქმა უნდა, ის კი რა თქმა უნდა გეკარგებათ, თუმცა თუ გაქვთ ის ოდენობა დაგროვებული, რაც თაილზეა მოცემულია, თქვენ წარმატებით მოახდინეთ ამ შენობის ენერგოფიცირება. შესაბამისად, დავფლიპავთ
და მივიღებთ იმდენ achievement tokens, რამდენი ჭირდებოდა ელექტროენერგია, ასე ვთქვათ. აი ამ ვარსკვლავას მივიღებთ. ასევე მივიღებთ ქვემოთ დატანილ შესაბამის benefit-ებს. ხოლო აი ეს ქულები თამაშის დროს იწერება მხოლოდ. ერთი რამეც გავითვალისწინოთ, პრაღაში ენერგოფიცირებული შენობები ორმა ქულავს გვაძლევს. რის მაჩვენებელიც არის აი ეს ციფრი. მაშასე გავიარეთ ჩვენ ხუთივე შესაძლო მოქმედება, რომელიც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენი action tile-ების წყალობით, develop, contract, urbanize, industrialize და energize. ახლა ორი სიტყვით ტექნოლოგიების ვიღებთ ძირითადად ან შენობების ენერგოფიცირებით და აქ საუბარია ძირითადად როგორც ხედავთ მწვანე შენობებზე, ეგრეთ წოდებულ ლაბორატორიების ენერგოფიცირებაზე, რადგან ყველა მათგანი გვაძლევს ტექნოლოგიას და ასევე ჩვენს ტექნოლოგიებს გვაძლევს შესაბამისი კონტრაქტების შესრულება. ეს ორი ძირითადი წყაროა, რაც ჩვენ გვაძლევს ტექნოლოგიებს. ტექნოლოგიები შეიძლება იყოს სამი სახეობის, ლურჯი ტექნოლოგიები არის ყისიერი, ერთჯერადაც მათ როგორც კი მიიღებ, ეგრევე გააქტიურებ და შემდეგ გამოატრიალებ და всё, მეც ხარ გამოიყენებ. ყავისფერი არის მიმდინარე ძალა, ანუ პასივი ძალა გექნება და ყოველთვის დააკმაყოფილებ შესაბამის, ასე ვთქვათ, მოცემულობას მიიღებ benefits თუ რაც იქნება იმას გააკეთებ და კიდე ერთი ვარიანტია იასამნისფერი, რომელიც არის რეალურად თამაშის ბოლოს ქულების დაგროვების კიდე ერთი დამატებითი წყარო. მას შემდეგ რაც გავიგეთ, რა მოქმედებებში გადავდეთ action tile-ები, გადავიდეთ მესამე შესაძლო მოქმედებაზე, რაც თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ სლაზე, ეს არის recharge. გავიხსენოთ, პირველი იყო action tile-ის ჩამოსვლა სლოტებში, მეორე იყო action tile-ის დადება, როგორც მატარებლის ლიანდაგის ლინკისა რუკაზე და მესამე არის recharge. Recharge-ის დროს ვაკეთებთ რამდენიმე რამეს. პირველი არის შემოსავალს ვიღებთ ფულს, მუშებსა და ქულებს და იმის მიხედვით ვიღებთ რაც იფს გვაჩვენებს კონკრეტული ტრეკერის მარცხნივ მქონე ჩანაწერი და უკიდურესი მარცხენა action tile-ების ქვემოთ არსებული ჩანაწერი. ანუ სიტყვაზე რო ვთქვათ, მე რო სულ ახსე მქონდეს აწეული ჩემი შემოსავლები და ესე ვიყო, დავუშვათ. მე მივიღებდი ქულას იმის მიხედვით, სად არის უკიდურესი მარცხენა action tile, ანუ აი ამის ქვევით და მერე არსებული ტრეკერის მარცხნივ. ესე იგი ამ შემთხვევაში მივიღებდი 9 ფულს და 3 მუშას და 1 ქულას. დააკვირდებით, რომ რაც უფრო ზევით ავდივართ, მუშებისა და ფულის ნიშნულები ასევე ქულასაც გვაძლევს. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ მივიღებდით 10 ფულს და 1 ქულას, 4 მუშას და 2 ქულას და 3 ქულას. ასევე დააკვირდებით ეს რაღაცასაც, რომ თუ ჩვენ მოვახერხეთ რომელიმე ტრეკზე ავედით სულ ბოლო 3-ზე, დამატებით კიდე მივიღებთ 3, 6 ან 10 ქულას, იმის მიხედვით რომელ სლოტებზე იქნება ჩვენი ტრეკერები განთავსებული. თუ რაღაც მომენტში ჩვენ ავედით სულ ბოლოში და კიდევ გვიწევს ასე ვთქვათ მომატება იმ ტრეკერზე, უბრალოდ ვიღებთ 1 ქულას. ასე რომ ესეც საკმაოდ დიდი შემოსავლის წყარო არის ქულების შემთხვევაში. მოკლედ recharge-ის დროს პირველადაც აკეთებთ ვიღებთ incomes. ამის შემდეგ ვალაგებთ მოთამაშის milestone მარკერებს. Milestone-ების ტრეკერი გამოიყურება ესე და ტრეკერი თვითონ იყოფა ორ ნაწილად, ასე ვთქვათ. ფერებით ერთმანეთისგან გამოყოფილი არის ტიერები, ეგრეთ წოდებული, რა ვიცი, საფეხურები თუ რა, დონეები დავარქვათ და სივრცეები. 4 სივრცეა და 6 დონე არის. არის ნულოვანი დონეც, რომელიც, ასე ვთქვათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ძალიან გიჭირთ, ცოტა დახმარება მიიღოთ, მაგალითად ერთი მუშა ან 2 ტალერი, მაგრამ თამაშის დროს რამდენი თქვენი მარკერიც მანდ იქნება, იმდენი საფეხური დაგაკეთებთ. ვითვლით ჩვენს achievement-ებს, რაც გვაქვს დაგროვებული. ნახულობთ რა შეესაბამება ამ ტრეკერზე, ვიღებთ პირველ ვარსკვლავს milestone-ების ლოკაციებიდან და ვდებთ შესაბამის ციფრს. ოღონდ რა უნდა გავითვალისწინოთ? არ შეგვიძლია ერთი და იგივე დონეზე გქონდეს რამდენიმე ჩვენი milestone მარკერი. ანუ შესაბამისად, თუ პირველ დონეზე ჩავდებით მე მარკერი, მე ამ დონეში ვეღარ ჩავდებ მარკერს შემდეგ ჩადებას. ანუ მაგალითად, სიტყვაზე ვთქვათ, თუ აქ უკვე მიდევს და აქ უკვე მიდევს, შანსი არ მაქვს, რომ ამოში ჩავდო და თუ მე 6 ვერ ავსდის, სიტყვაზე ვთქვათ, მე მომიწევს, რომ ეს ნულიანში წამოვიღო. ანუ საკმაოდ მარტივი თემაა, ასე რომ შევხედოთ, უბრალოდ ვითვლით achievement-ებს მოცულობას და ვდებთ შესაბამის დონეში. ასევე, როცა ვდებთ პირველად, თუ შესაბამის სივრცეში ნუკლეუმი ჯერ კიდე ადგილზეა, ვიღებთ ნუკლეუმს და ვდებთ ნებისმიერ power plant-ზე, რომელზეც ჩვენ გვინდა. თუ უკვე აღებულია, მაშინ არ დავშვებით, მაგრამ თუ ვდებთ, მაშინ დააკვირდით, რომ თითოეულ power plant-ს აქვს რაღაცა ბონუსი, რომელსაც მიიღებს მოთამაშე, რომელიც იქ ჩადებს შესაბამის ნუკლეუმს.
აი ამაზე ასაუბრა. თუ რომელიმე მოთამაშე შეძლებს და თავის მარკას ჩადებს სულ ბოლო, ანუ მე-40-ზე ლოკაციაზე, ეგრევე მიიღებს 9 ქულას. ეხლა რაში ვჭირდება და როგორ მუშაობს რეალურად ეს მაილსტოუნების მარკერები. ყოველთვის, როდესაც მოთამაშე ამ 3 სლოტიდან აიღებს ბოლო მარკერს, ანუ შესაბამისად იქნება პირველი, მეორე და მესამე რეჩარჯების ბოლო გამაკეთებელი მოთამაშე. ამ შემთხვევაში წვანე რახანური მოთამაშე ვარ, თუ წითელმა პირველმა გააკეთა რეჩარჯი და ლურჯმა ბოლომ გააკეთა რეჩარჯი, როგორც გამოჩნდება ეს სიმბოლო, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვაკეთებთ King's Day scorings, ანუ მეფის დღის scorings. და ვაკეთებთ შემდეგნაირად. ნახულობთ ვინ არის ყველაზე მაღლა ამ ტრეკზე, ის მოთამაშე იწერს 6 ქულას, თანაბრად არის რამდენი მოთამაშე ორივე იწერენ 6 ქულას, მე ვნახულობთ ვინ არის მეორე ადგილზე და ის მოთამაშე იწერს 2 ქულას და ისევ თუ ისევ თანაბრად არიან მოთამაშეები, ისინიც იწერენ 2 ქულას. ანუ შეიძლება რომ მოთამაშემ პირველი ადგილიც დაიწეროს და მეორე ადგილიც დაიწეროს. როგორც ახლა ამ შემთხვევაში იქნებოდა წითელი მოთამაშე დაეწერა პირველი ადგილისთვის 6 ქულას, მეორე ადგილისთვის 2 ქულას, იმიტომ რომ ეს მარკერები ჩება სამუდამოდ ამ ტრეკზე. Recharges შემდეგ ყველა achievement-ი ვარდება. მიუხედავად იმისა, ყველა არ გამოგიყენებია, იქიდან გამომდინარე, რომ შეზღუდული იყავი შესაბამის სივრცეში და შესაბამის დონეზე დაგესვა, შენი milestone მარკერი მაინც ყველა achievement-ი ვარდება. შემდეგ ვიღებთ ყველა გამოყენებულ action tiles, რომელიც ჩვენ გვქონდა აქ, ვიბრუნებთ ისე უკან და ასე გრძელდება თამაში. და ეს არის მთელი რაუნდი. გავიხსენოთ, რა შემთხვევაში ტრიგერდება end game-ი, როგორც გახსოვთ, არის 5 შესაძლებლობა. ერთი ვარიანტი იყო კონტრაქტების ამოწლა, მეორე ვარიანტი იყო action tile-ების ამოწლა, მესამე ვარიანტი იყო 70 ქულაზე მოთამაშის გასვლა, მეოთხე ვარიანტია სამივე სივრცე გამოთავისუფლდეს, როგორც ხალხ აქ თელედროშა გამოჩნდა შესაბამისად ეგ არის მეოთხე ვარიანტი ედგენების დატრიგერების და მეხუთე ვარიანტია თუ ერთი მოთამაშე შეძლებს და 8-ვე ტექნოლოგიას გამოიკვლევს, აი ეგ დროშა მაგას გვეუბნება, რომ ეგეც end game-ის დატრიგერების ერთ-ერთი წინაპირობაა. ორ მოთამაშეში შეგახსენეთ, რომ როგორც კი 3 end game ტრიგერი აღმოჩნდება იმ რაუნდის ბოლომდე მიდის თამაში და შემდეგ ყველა მოთამაშეს კიდე ერთი სვლა ექნება, ხოლო 3 მოთამაშეში 2-იც საკმარისი. გადავიდეთ final scoring-ზე, რაში ვიწერთ ქულებს. ამ დროს final scoring-ზე რახან ერთი რაუნდი კიდე გვჩება, რედიაში მოთამაშეებს კიდე შეულიათ achievement token-ები შეაგროვონ და ისევ გააკეთონ იგივე ყველასაც recharge action-ი გვაძლევს. უბრალოდ მყისიერ benefit-ებს ვერ მიიღებთ, რაც ახლა ვისაუბრეთ, მაგრამ შეულიათ ყველაზე ერთი მარკერი ჩადოს, თუ დათმობ დარჩენილი აქვს და მე ვიწყებთ milestone-ების ქულების დაწერას. Milestone-ების ქულებს ვიწერთ შემდეგნაირად. თითოეული milestone-ის მარკერი რომელიც განთავსებული არის milestone track-ზე, გვიწერს ერთ ქულას გამრავლებული შესაბამის მოდიფიკატორზე და ანუ თავისთავად შესაბამის პირობას. ანუ ამ შემთხვევაში ეს milestone მარკერი გვეძლევს ერთ ქულას რამდენი ყვითელი შენობა გვექნება ჩვენ ქალაქებში, მიუხედავად იმისა, ენერგო მომარაგებულია თუ არ არის, გამრავლებული 2-ზე. ხოლო აი ეს გვეუბნება, რომ რამდენ ქალაქშიც გაქვს ენერგომომარაგებული შენობა გარდა პრაღისა იმდენჯერ 3 ქულა და ასე შემდეგ. ანუ ეს multiplier-ი გიმრავლებს მოკლედ ქულებს. რაც უფრო მაღლა ხარ, თავისთავად მით უკეთესია და აგერ 6ჯერ რამდენი ტურბინას გაქო შემოყვანილი თამაში, ანუ შესაბამისად 4 ტურბინა ასრულდა მაქსიმუმ 24 ქულაზე წავა პატივცემული. ნუ თავი დამატებით კიდე ის არის, რომ თუ ამ სივრცეში შედიხარ, ეხლა არ მithქვამს, როცა ამ სივრცეში შედიხარ, ეგრევე ვიღებ მესამე დონის ტექნოლოგიას. ესე იგი, კიდე ერთხელ გავიმეოროთ, milestone-ების მარკერები ჩადგმისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ უნდა ჩადგაც ერთ და იგივე ფერში, ერთ და იგივე დონეზე მარკერები და თამაშის ბოლოს ქულებს გვიწერს შესაბამის სეგმენტს უნდა შეხედო, შესაბამის multiplier-ს უნდა შეხედო, სადაც არის შენი მარკერი და შესაბამის პირობას უნდა აღვაფილებთ. გარდა ამისა, თუ რა თქმა უნდა შენ მოახერხე და შენი ეს დამატებითი მესამე დონის ტექნოლოგია გახსენი, შენთვის დამატებით ქულების დაწერის საშუალება, მორჩენილი რესურსები ქულებს გიწერს, ერთი ქულა არის ყოველი 2 გამოყენებელი ურანი შენს მაინებში, ყოველი 2 მუშა შენს მარაგში და ყოველი 5 ფული რომელიც დაგჭა. ასევე ქულებს გვიწერს ჩვენი ენერგოფიცირებული შენობები, რომლებიც პრაღაში გვაქვს აშენებული 2 ქულას გვიწერს. ძირითადად შენობები გვიწერს, ასე ვთქვათ, მოცემულ ქულებს, ფიქსირებულ ქულებს, თუმცა არის შენობები, ესეთი სამთავრობო შენობები, ესეთი თეთრი დამატებითი სიმბოლოთი,
რომელიც თავისებური endgame scoring-ი აქვს. აი ეს გვეუბნება, რომ რამდენი ყვითელი შენობაც იქნება თქვენს network-ში, თქვენიც და სხვისიც, არ აქვს მნიშვნელობა ვისი იქნება, იმდენ ორქულას დაგიწერთ ეს. ესეც იგივენაირად, მაგრამ ეს სამქულას დაგიწერთ. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ არ დაგავიწყდეთ, რომ აქ საუბარი არის თქვენს network-ში არსებულ შენობებზე და არ აქვს მნიშვნელობა ვისი იქნება. ეს შენობა მთავარია იყოს ამ ფერის და რა თქმა უნდა, თქვენი შენობაც უნდა იყოს იმ network-ში. ასევე ქულები გვეწერება ჩვენი ამ ტრეკიდან, თუ რა თქმა უნდა, როგორც ვთქვით, მივაღწიეთ ბოლო 3 უჯრას თითოეულ ხაზს. ეს არის სულ ნუკლეუმი, საკმაოდ ცელი თამაში ჩანს. არის მომენტები, რომლებიც შეიძლება ცოტა თულად გასაგები იყოს, განსაკუთრებით ეს ეხება milestone მარკერებს და ასევე ეს ეხება ენერგოფიცირებას შენობებისას. დანარჩენი ძალიან მარტივია, ურბანიზაცია, ჩადევი შენობა, ინდუსტრიალიზაცია, ჩადევი შენი მაღარო ან შენი ტურბინა, გზების გაყვანა ასევე მარტივია, დომინოს პრინციპით თაილების ერთმანეთს დაჯენა და მოქმედების განხორციელება გასაგებია, კონტრაქტების აღება და შესრულება გასაგებია, develop-ით ახალი action-ების აღება გასაგებია, ერთადერთი კითხვის ნიშნები შეიძლება გქონდეთ energize action-ზე და milestone tracks. დანარჩენი არის საკმაოდ მარტივი, როგორ ვთქვით, საკმაოდ გავს ბრასის თამაშებს, თუმცა ბრასთან შედარებით გაცილებით გამარტივებულია ის ამბავი, რომ შენი გზის გიშამა შეგიძლია ნებისმიერ ადგილზე და ამით შენ ახალ networks იქმნი, მაგრამ ამასთან ერთად შენარჩუნებულია ბრასის ის მომენტი, რომ გჭირდება რაღაც რესურსების, ასე ვთქვათ, მიტანა რაღაც კონკრეტულ წერტილამდე, შესაბამისი გზის გაყვანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს იყო სულ ნუკლეუმი. ნუკლეუმს აქვს საკმაოდ ბევრი დამატება, მათ შორის ერთ-ერთი არის Court of Progress, რომელსაც შემოყავს დამატებითი, ასე ვთქვათ, მოთამაშეების ფრაქციები, ანუ ასიმეტრიული ტექნოლოგიებით და ასევე შემოყავს პოლიტიკური პარტიები, ასე ვთქვათ, დამატებითი მოქმედება შემოდის, რომელთაც შეგიძლიათ, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაში გაუშვათ თქვენი მუშები, რომელიც გახდებიან პოლიტიკოსები და ამ პოლიტიკურ პარტიებში თქვენ შეგიძლიათ, რომ გახდეთ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ასევე გადაანაწილოთ თქვენი პოლიტიკოსები სხვადასხვა პარტიებში, რომ მართველი პარტია შეირჩეს და ყოველი King's Day scoring-ზე, ანუ სამჯერ გვიწევს ეგ თამაში შეგახსენებთ, ყოველ King's Day scoring-ზე SS დაიქმნის ქულებს, აქაც დაიწერება ქულები და ლიდერები დაიწერენ ქულებს, ასევე მართველი პარტიაც დაიწერს ქულას და რეალურად მართველი პარტიის ლიდერი ორჯერ დაიწერს ქულებს, იმიტომ რომ ერთი პარტიისთვის და ერთი როგორც პარტიის ლიდერი და მეორე როგორც მართველი პარტიაში შეგახსენებთ ყველა დაიწერს. შესაბამის ქულებს ან მიიღეს ბენეფიტებს და თავისთავად ყოველ პარტიაში გამოშვება რაღაც ბენეფიტებს მოგცემთ, რომლებიც აქ არის მოცემული. ეს არის კაპიტალისტების პარტია, ღიად მოაზროვნეთა პარტია, კომუნისტების პარტია და როიალისტების პარტია. რეალურად ეს დამატება ნაკლებად არის, ჩემი აზრით, უფრო მოდული არის, მოდულად ჩავთვლი მე. არაფერი განსაკუთრებულ CES ასწავლებს არ ვცვლის, რეალურად ერთ action-ს დამატებს. დიდი ცვლილებები აქ არ ხდება. არის კიდე ერთი დამატება, რომელსაც ქვია ნუკლეუმ ავსტრალია, აბსოლუტურად სხვა ბორდზე გავდივართ და იქ კი იცვლება რაღაცეები. თუ რა თქმა უნდა, დაგაინტერესებთ ავსტრალიის ნახვა ან ამ თამაშის gameplay, შეგიძლიათ მომწეროთ და ჩავწეროთ შესაბამის gameplays. ამ თამაშთან დაკავშირებით თუ რომელი კითხვები გექნებათ, გთხოვთ მომწეროთ კომენტარებში, გამოიწეროთ ჩვენი არხი, რა თქმა უნდა, და ითამაშოთ მეტი ბორდ გეიმები.